უფლებადამცველთა გაერთიანება ყაზტრანსგაზ ეკლესიის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ერისთავის ქუჩა ნომერ 2-ში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში ყაზტრანსგაზის მილი მდებარეობს. მჟავანაძის თქმით, ყაზტრანსგაზის უმოქმედობის გამო ეკლესიის მღვდელმსახურს და მრევლს საშუალება არ აქვთ ღვთისმსახურებას სრულყოფილად შეასრულონ. მისივე თქმით, მილსადენთან ხშირად ხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა. უფლებადამცველთა გაერთიანება მოუწოდებს თბილისის მერის ზედამხედველობის სამსახურს ყვეთოს კომპანიის ქმედება. ეკლესიის მრევლის არაერთი თხოვნის მიუხედავად ყაზტრანსგაზ თბილისმა არ გაითვალისწინა მრევლის მოსახლეობის ინტერესები და არ გადააქვს ეს მილი აღნიშნული ტერიტორიიდან, რითაც საფრთხეების მოსახლეობას, ვინაიდან შეიძლება ეს ყოველთვის საფრთხის შემცვლელია და აფეთქდეს, აქედან გამომდინარე ღვთისმსახურებაც ვერ სრულდება ეკლესიის ეზოში, ლიტანიობის დროს ვერ გამოდის ხალხი, ვინაიდან ეს მილი აქ პრობლემას ქმნის. ჩვენ მოუწოდებ ყაზტრანსგაზ თბილისს, რომ დაუყოვნებლივ გაიტანოს ეს მილი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და ამდენ შემთხვევაში უფლებადამცველთა გაერთიანება სასამართლოში შეიტანს არჩევს აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ. ბოლო 2 დღეა უკვე ძალიან მძაფრი სუნია გაზის. წირვა ლოცვას უშლის ხელს, უკვე ვეღარ ვარგებთ, ვეღარ ფანჯრებს. თან გვიშლის ეს მილი ხელს იმისათვის, რომ ლიტანიობას ვერ ვასრულებ და ჩვენ დიდი თხოვნა იქნება შესაბამისმა სამსახურებამ მიხედოს ამას და თუ გადაიტანენ, ძალიან დიდი მადლობლები ვიქნებით უყველანი.